EBRD-ის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა დედაქალაქში. თბილისის 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას და 1500-მდე ბიზნესმენს მასპინძლობს. შეხვედრებზე აქცენტი ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და მომავალი ურთიერთობების გეგმებზე გაკეთდა. ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო საგადასახადო სისტემა და ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებები. ამ საკითხებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში წამყვანი პოზიციები უკავია. შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურ ვითარებამ, რა თქმა უნდა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა საქართველოში შენარჩუნებული არის ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული არის ბიზნეს გარემო. როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქების და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემით და დაბალი გადასახადებით. უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ ტურისტული ბიზნესის განვითარება. ბოლო წლებში შეიმჩნევა ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. თავის მხრივ მთავრობის მეთაურს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და EBRD-ის მიერ განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს წარმატება ჩვენი ბანკის წარმატება. ასე შეაფასა სერსუმა ჩაკრაბარტიმ მასპინძელი მხარისა და EBRD-ის 25 წლიანი ურთიერთობა. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენ შესანიშნავ გუნდს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის უნარიანი ხელმძღვანელობით. საქართველოს აქვს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც მან გაიარა ტრანსფორმაციის გზაზე, მაგრამ შეინარჩუნა თავისი კულტურის მდგრადობა. თუკი ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც უკვე 25 წელია ვითარდება, შეიძლება ითქვას, მას აქვს გრძელვადიანი ხედვა და მოწადინება. სოფლის მეურნეობა და სამთო ტურიზმი უკვე ცნობილია, რომ ამ მიმართულებით შვეიცარიული მხარე დაინტერესდა. ორმხრივი შეხვედრა ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრს შორის გაიმართა. მოგვიანებით კი კვირიკაშვილი იტალიელ კოლეგას შეხვდა. შემოგთავაზეს სპეციალური დახმარება იმ სპეციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ეხება მთიანი რეგიონების განვითარებას. არის ბევრი იტალიური კომპანია, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოებით. კონკრეტული პროექტების დასაგეგმად მომავალში დიალოგს კიდევ უფრო გავაღმავებთ. კიდევ ერთი შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და EBRD-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს შორის გაიმართა. მხარეებმა დღეს ხელი საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას მოაწერეს ხელი. ბანკები მზად არის ამ მიმართულებით დაფინანსება განახორციელონ. პროექტებს, კონკრეტულ პროექტებს რაც შეეხება, ახლა გამიჭირდება ყველას ჩამოთვლა, თუ რამდენი პროექტის მომზადება მიმდინარეობს, თუ რამდენ პროექტზე არის სამშენებლო სამუშაოები, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი პროექტი არ არის გაჩერებული, ყველგან მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. კი, აჭარაში. EBRD-ის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. თბილისის 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას და 1500-მდე ბიზნესმენს მასპინძლობს.